კახაკალაძე ისევ დუმს სკვერში დაღუპული მოზარდის დედის მიმართვაზე. ფორმულას პრესსამსახურში უთხრეს, რომ თბილისის მერი მედიასთან კომენტარს პირადად გააკეთებს. 2023 წელს 16 წლის დათუნა ჟღენტი პარკში იპოვეს გარდაცვლილი, რომლის მიმდებარედაც მერია სამშენებლო სამუშაოებს ატარებდა. გამოძიების ვერსიით მოზარდს დედმა დაარტყა. ვაკის გამგეობაში მაშინ ამბობდნენ, რომ სკვერში ელექტრომოწყობილობა უკანონოდ და კუსტარულად იყო დამონტაჟებული. ტერიტორია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო. 3 წლის შემდეგაც კი დასჯილი არავინაა. იზივე კუა აგზელებს თემაზე საუბარს ფორმულას პირდაპირ ეთერში. 3 წლის შემდეგაც 16 წლის სპორტსმენის დათუნა ჟღენტის ოჯახის პოზიცია მოთხოვნები არის უცვლელი. ოჯახი კვლავ ითხოვს დამნაშავე პირების და პასუხისმგებელი პირების დასჯას. ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ 3 წლის შემდეგაც პროკურატურაში დადიან ფორმალურ გამოკითხვებზე, თუმცა დასჯილი ამ დრომდე არავინ არ არის, ვისაკისრებენ ისინი პასუხისმგებლობას. ამაზე გვეუბნებიან, რომ მათთვის მთავარი პასუხისმგებელი ამ საქმეზე არის თბილისის მერი კახიკალაძე, რომელმაც 3 წლის შემდეგაც კი არ დაგეგმა შეხვედრა მათთან და საერთოდ გასულ წელს ამბობდა იმას, რომ შვილმკვდარ დედას მისთვის არ მიუმართავს შეხვედრის მოთხოვნით. სწორედ ამიტომ და შვილმკვდარი ოჯახი კვლავ ამბობს იმას, რომ მათი მთავარი მოთხოვნა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კვლავ რჩება კახიკალაძესთან შეხვედრა. მათ უნდათ დეტალები გაიარონ, კითხონ, იცოდა თუ არა, საერთოდ ინფორმირებული იყო თუ არა ამ სკვერთან დაკავშირებით, სადაც მისი შვილი დაიღუპა, თუმცა კახიკალაძე, როგორც პრესსამსახურში გვეუბნებიან, ამ შეკითხვებზე პასუხებს მაშინ გაგცემს, როდესაც მასთან გასაუბრების საშუალება გვექნება. რაც შეეხება პოზიციებს, ჩვენ ასევე ვესაუბრეთ კორუფციის მკვლევრებსაც, მათ გაიხსენეს ჩვენთან საუბრისას არა მხოლოდ დათუნა ჟღენტის, არამედ თბილისში, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ის რომ თბილისში დამონტაჟებულ სისტემას ინფრასტრუქტურულ პრობლემებს არაერთი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ გაიხსენეს მარიტა მეფარიშვილის შემთხვევაც, ასევე სხვა შემთხვევებიც, სადაც სწორედ ამ პრობლემების შედეგად მოქალაქეები, ახალგაზრდა ბავშვები დაიღუპნენ. კორუფციის მკვლევრებიც სრულ პასუხისმგებლობას ამ შემთხვევებზე კახიკალაძეს აკისრებენ. როდესაც საჯარო სივრცეში თუნდაც უნებართოდ მოწყობილ გაუმართავ ელექტროსადენებს ემსხვერპლება ბავშვის სიცოცხლე, რა თქმა უნდა შეუძლებელია არ ვისაუბროთ და არ დავინახოთ საჯარო უწყებების პასუხისმგებლობის საკითხი, მით უმეტეს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იმ ტერიტორიაზე იმ პერიოდში თბილისის მერი ახორციელებდა სკვერის რეაბილიტაციას, შესაბამისი პროექტის თუნდაც ხარჩაღბუცვის შედგენის დროს მერის შესაბამისი წარმომადგენლები ადგილზე უნდა გასულიყვნენ დაეთვალიერებინათ და აღმოეჩინათ კიდეც, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, უნებართო ელექტროკაყვანილობა. თბილისში მომხდარი ტრაგედიების უკან დგას კახიკალაძის კორუფციული ინტერესები, გულგრილობა, დაუდევრობა, რომელსაც სისტემური ხასიათი აქვს და არც ესეთი დანაშაულზე პასუხისმგებლობა არ აუღია არც ერთ ჩინოვნიკს. მათ შორის ჩვენ გვახსოვს წყნეთში, ვაკის პარკში, დეზერტირების ბაზარში, სადაც ათასობით ადამიანი ყოველდღიურად გადაადგილდება, სახურავი ჩამოიქცა, პარაპეტი, 2 ადამიანი მოიყოლა, გარდაიცვალა, მათ შორის რიყის დოქებთან იყო ჭა-ახტილი და ახალგაზრდა ბავშვი გარდაიცვალა. აი ამ ტრაგედიების უკან კი კორუფცია დგას, ამ უბედურებების უკან კი ქართული ოცნება. მიუხედავად იმისა, რომ კახიკალაძე არ აპირებს, როგორც ჩანს, შვილმკვდარი ოჯახთან შეხვედრას, ასევე პროკურატურა არ იძიებს საქმეს ჭეროვნად, მაინც აპირებს 16 წლის სპორტსმენის დათუნა ჟღენტის ოჯახი სრულფასოვან ბრძოლას მისი შვილის საქმეზე. ისინი ამბობენ, რომ ამ საქმეს სტრასბურგშიც წაიღებენ.